Am ხუთი ბავშვიდან უფროსი, ანი 10 წლისაა, ყველაზე უმცროსი კი 2-ის. 4 ძმას და 1 დას ამ ოთახში, ერთმანეთზე მიყუდებულ 5 საწოლზე სცინავს. აქვეა შეშის ღუმელი. ბავშვები ერთად მის სიახლოვეს ვერ თავსდებიან, ამიტომ რიგრიგობით ფებიან. ღუმელიდან მჟუტავით ცეცხლის ალი თან ათბობს, თან სადილს ამზადებს, თან ანათებს. სახლში დენი არ აქვთ და მხოლოდ მეზობლისგან ნაწყალობები ერთი ნათურა ებრძვის სიბნელეს. ოჯახს არც წყალი აქვს და არც ბუნებრივი აირი. მრავალშვილიანმა დედამ რამდენჯერმე მიმართა შესაბამის სამსახურებს, მაგრამ ამაოდ. Რამდენი ხანია რაც ესეთ გაუსაზღვის პირობებში გიწევთ 5 შვილის აღზრდა? 9 წელია. სახელმწიფოს მხრიდან კიგველებოდნენ, პირდებოდნენ, მაგრამ არანაირი დახმარება არ ჰქონია. შემოსახლებულებოდ კი და ეს ეკუთვნოდა ადრე გამწვანების კანტორას. განცხადება კი რამდენჯერ დაწერია ჩემს, ახლა მის დავწერი, მაგრამ არანაირი არაფერი არ მოგწეს. რეაგირება არ ყოფილა? არა, საერთოდ არა. უარი მითხეს, ეხლაც დავწერი. ისე არის, რომ თვითონ თურმე ძრის გამყავს ბავშვები. 25 წელია რაც აქ ცხოვრობ ამ შენობაში. და ჩემი გოგო კიდე მეუღლესთან 3 წელია რაც დაშორდა და ძალიან ცუდ მდგომარეობაში ყავდა, ყველანაირად ავიწროებდა, ამცირებდა ჩემს შვილს და არანაირად არ ეხმარებოდა, გვერდში არ ედგა. ეკონომიურად ძალიან გვიჭირს, სახლის კარგად ჩანს, რომ არა ვართ კაი მდგომარეობაში, არანაირი პირობები არ გვაქვს, არც შუქი, არც წყალი, არც გაზი, არანაირად ხელი არ გვეწყობა არაფერში. ეხლა ხან მუნიციპალიტეტიდან იყვნენ დაგვიყვნენ ვითომ დაკანონებაზე იმას ვიზამ თუ არ ვიცი რას იზავენ დაგვიკანონებენ თუ არა ამას მეცის. უკვე 3 წელია მარტოხელა მრავალშვილიანი დედა ამ ქოხში შვილებთან და მშობლებთან ერთად ცხოვრობს. სახლი სადაც 5 მცირეწლოვან პატარას უწევს ცხოვრება თითქმის დანგრეულია. საძინებელი შესაძლოა ერთ დღესაც ჩამოიშალოს, რადგან კედლები მყარი არ არის. ბავშვების ყოველდღიურ ცხოვრებასაც დანგრევის პირას მყოფ სახლში ცხოვრების კვალი ატყვია. მათი თამაში არაა სახლობანა. ისინი დანგრეული სახლიდან გაქცევის იმიტაციას აკეთებენ და ასე თამაშობენ. ეხლა როცა ჯაშიაშვილების მრავალშვილიან ოჯახში ამ სიუჟეტს ვამზადებთ, ახალი წლის დაგროვებიდან თითქმის 1 თვე იცვლება. თუმცა თუ ამ სათამაშოთი გამშვით, რომელიც უფროსი ბავშვიდან უმცროს ბავშვს გადაეცემა, უნდა ვივარაუდოთ, რომ თოვლის ბაბუამ ამ ქოხს გულგრილად ჩაუვარა. ანი ჯაშიაშვილი ამ ბავშვებს შორის ყველაზე უფროსია. ის 10 წლისაა და შეიძლება ითქვას, რომ დედის მარჯვენა ხელია. მისი ყველა დილა ერთმანეთს გავს. ყოველ დილით ადრე ადგომა, საჭმლის მომზადებაში მოხმარება, ძმების მიხედვა. ხშირად საუზმეზეც უარს ამბობს, რათა ძმებს მეტი საკვები დარჩეთ. მაგრამ დედის კატეგორიულობის გამო საუზმობა მაინც უწევს ხოლმე. მერე სკოლისკენ მიმავალი გზაა. ბევრი თანატოლისგან განსხვავებით, ანი თავს ბედნიერად ვერ გზნობს, რადგან სახლზე ფიქრი არ ასვენებს და გაკვეთილების მოსამზადებლად დროც არ რჩება. ჩემი ყველაზე დიდი სურვილი არის, რომ გქონდეს სახლი, მე და დედაცემს ძალიან გვინდა და გვიჭერს სახლის პრობლემები. და ვერ ვსწავლობ გაკვეთილებს, როცა სასწავლი მაქვს და ვერ მეხმარება დედაჩემი, იმიტომ რომ ძალიან გართულებულია პროგრამები. სკოლიდან წიგნებით გვეხმარებიან და როლებს ჩვენ თვითონ ვყიდულობთ. ფსიქოლოგი ამბობს, რომ სოციალურად გაჭირვებულ ოჯახში მცხოვრებ ბავშვებს, რომლებიც გონება გახსნილობით გამოირჩევიან, ცუდ პირობებში ცხოვრება თავიანთ კვალს ამჩნევს. მისი თქმით, სახელმწიფო ამგვარ ბავშვებზე განსაკუთრებულად უნდა ზრუნავდეს. ბავშვი, რომელიც შეწუხებულია იმ საკითხებით, რომლის მოგვარებაც მას არ შეუძლია, რომელიც მისი შესაძლებლობების ფარგლებს ცდება, განსაკუთრებით იდრგუნება და მძიმედ განიცდის თავის მდგომარეობას. მაგალითად, როდესაც ეკონომიური გაჭირვება, სახლის არ ქონა, ნორმალური პირობების, საცხოვრებელი პირობების არ ქონას ხდება ბავშვი, ის ფაქტიურად დაუძლეველი წინააღმდეგობების წინაშეა და ეს როგორც წესი აქვეითებს მის შესაძლებლობებს სწავლაში და ზოგადად უქმნის ასეთ ბავშვებს დეპრესიულ ფონს და დაბალი თვალშეფასების შესაძლებლობას უძლიერებს, რაც ნამდვილად ძალიან საშიში შეიძლება იყოს. ჯაშიაშვილები ყოველთვიურად 250 ლარს იღებენ. ანუ თითო ბავშვზე 50 ლარია გათვალისწინებული. მასობრივი უმუშევრობისა და ინფლაციის პერიოდში ამ შემოსავლით არსებობა ძალიან ძნელია.
მით უმეტეს ძნელია ბავშვისა და უფროსების ნატურის ასრულება. ოდესღაც დამწვარი სახლის ჩანაცვლება, არა ნახევრად დანგრეული ქოხით, არამედ ნორმალური, თუნდაც პატარა კოპწია სახლით.